საღამოშვიდობისა. მადლობა ინტერვიუსთვის და ძალიან დიდი პატივია შენთან ინტერვიუს ჩაწერა. მგონი ნამეტანი, მაგრამ ეგრე. მე გეტყვი საიდან მახსოვ ხარ. მგონი ადრეც მithქვამს შენ არ ვიცი გახსოვ არ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიყავით მესამე კურსზე და ჩვენთან შემოვიდა ნუგზარ ნაცვლიშვილი გვასწავლიდა პრაქტიკულ გამოყენებას კამერის, კამერა რა არის, ხმა რა არის თუ ამ შემდეგ ზაფხულის პერიოდია უნივერსიტეტში და მოკლედ თუ ახლობლები გყავთო, შეგიძლიათ წახვიდეთო და ტელევიზიაში სტაჟირება გაიაროთო და ვერანაირი ახლობელი ვერ მეყოლებოდა და მე და ჩემი მეგობარმა თამარ იაკობიშვილმა ვიფიქრეთ, რომ ორი გადაცემა მოგწონდა ძალიან, ეს იყო პიესი და დროება. მაგრამ ეკრანიდან გამოიყურებოდი უფრო ადამიანურად, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება ესე მეკონა. და მოგადექით იმედში, არ ვიცი გახსოვართ თუ არა, დაცვამ დაგიძახა, გარეთ გამოგხედე, მე შეგვიყვანა და ახლობით ერთ თვიანი სტაჟირება გავიარეთ შენთან. არ ვიცი ეს ამბავი გახსოვს თუ ეგეც აღარ არიყავი მაშინ, მახსოვს. მახსოვს და სხვა შორის ყოველთვის ვცდილობ ხოლმე გულისხმიერად მოვეკიდო, იმიტომ რომ ვიცი ეს რას ნიშნავს იმ ასაკში მყოფი ჩემი მომავალი კოლეგებისთვის, იმიტომ რომ შემთხვევითობები არ ხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს, როცა მაგას ასაკში მომეცა საშუალება რაღაცა მეკეთებინა, ამა რა ხელა გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს პროფესიულ საქმიანობაზე. ძირითადად ჩვენი ინტერვიუ მინდა რომ ჩვენს პროფესიას შეეხოს, ამნიშნულოვანია ხოლმე შენი აზრების მოსმენა და მინდა რომ ჩვენს აუდიტორიასაც გავუზიაროთ. პირველად, როდესაც იმედში შემოდიან და შენი ბოლო კადრი არის რაღაცნაირად ძალიან შემზარავი. და იმ გიორგი თარგამაძედან დავიწყოთ და დღევანდელ გიორგიმდე მოვიდეთ. იქ ალბათ პირველი ესეთი მძიმე დარტყმა მედიაზე ალბათ ეგ არის, საიდანაც ათვლას შეიძლება იწყებდეთ, ხო, მძაფრად და მოვიდეთ მერე დღევანდელ დღემდე. როდესაც აი ხელს მიარტყავს ვიღაცა კამერას და თქვენ სტუდიიდან გადიხართ. უსაურ ამას ვიტყვი, მაგრამ ეგ ხო ჩემთვის პირველი არ იყო. უბრალოდ იმ მომენტში ნამდვილად შოკი იყო. ხო, ეგეთი მძაფრი და ემოციური. აი, გეტყვი მაგალითად, ახლა მაყურებელს რო წარმოდგენა გქონდეს, შვენიერი ანტურაჟი გვაქვს, ასე თქვა და ფონი, მაგრამ ჩვენ ვართ ფორმულა სადაც არის განლაგებული, ანუ დელისის მეტროს გვერდზე მდებარე მაღალი შენობის, ანუ ჩვენი სამუშაო, სტუდიები სადაც აქვს, სადაც მუშაობთ, იმის სახურავზე. აი, აქინა რო გადავხედოთ, ახლა არის პროფკავშირების სასახლე. და იმის გვერდზე არის კიდე პატარა შენობა, რომელიც მეორე სართულზეც ჩაისახა და მუშაობდა პირველი ქართული სრულფასოვანი ტელევიზია, ალტერნატიული, ასე ვთქვათ, იბერვიზია. იბერვიზია, კი ბატონო. პროფკავშირების სარდაფში მქონდა სამონტაჟოები. გელა ლანჩავა გახსოვთ ალბათ, თბილისის კომენდანტის ხო შინგანი ჯარები იყო იმ მომენტში განლაგებული იქ. იმის ქვევით ვიყავ ჩვენ. და ერთ-ერთი რეპორტაჟი, რომელზეც მუშაობდი იბერვიზიის დროს და ნუ მაშინ ძალიან დაულაგებელი და არეული პერიოდია. ჯერ კიდევ მოხდა ისე, რომ რაღაცა უკმაყოფილებას მაშინდელი სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ძალიან ეკლექტური იყო, მესეჯის ფორმით ვერ გამოხატავდნენ, იმიტომ რომ მაშინ არც მობილური იყო და არ შეტყობინება მოვიდოდა და ეს შეტყობინება როგორ მომივიდა? იცი ღამე მარტო ვიჯექი სამონტაჟში ვამონტაჟებდი, მაშინ ყველაფერს ჩვენით ვაკეთებდით და ორი მჭიდი ავტომატის რომელ სამონტაჟშიც ვიჯექი კიდე კერკინის კარები იყო დააცალეს. ეს წარწერასავით გავუკეთეს. რა თემაზე მუშაობდი? ძალიან შორს აგვიყვანს და გეტყვი მაგალითადთვის რომ ეს იყო ეს პერიოდი, როდესაც აქციების დარბევა ძალიან აქტიურ ფაზაში იყო. ეგრეთ წოდებული ზვიადისტების სინამდვილეში კანონიერი ხელისუფლების მომხრეების უზარმაზარი აქციები იმართებოდა და მათ შორის დელის მეტროსთან იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მაგრამ ეს ინციდენტი უკავშირდებოდა აი ვაგზლის მოედნის წინ ეს დიდი დარბევის კადრები და ასე შემდეგ რო არის. შემდეგ უკვე იმ დროს იბერვიზიით გავუშვით ეთერში, ეს ცოტა წარმოუდგენელი ამია, მაგრამ ეკა ხერხეულიძემ ასე თქვა როგორ ვთქვათ, კონსპირაციული შეხვედრის ფარგლებში მეტროში შევედი, ის გამოვიდა ვაგონში, კასტა მომაწოდა და საღამოს გავუშვით იბერვიზიის ეთერში. ეს ბევრისგან იყო მაშინ დაკავშირებული, მარტო ჩემთვის არა ტელევიზიისთვისაც და ამას სხვადასხვა სახის გამოხმაურებები მოყვებოდა. ასეთ სიტუაცია არ ყოფილა, რომ არ არსებულიყო არც ერთი სივრცე, არც ერთი, მათ შორის ეგრეთ წოდებული სახელმწიფო თუ მერე საზოგადოებრივი მაუწყ, სადაც პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს არ შეხვდებოდნენ და დისკუსია არ გაიმართებოდა. მე ვამბობ ხოლმე ამას, ჩემ მეგობარს ვეუბნებოდი და მოეწონა ეს ჩემი ნათქვამი, რომ ეს არის მეთქი პოლიტიკური ძალა, რომელიც ისე წავა
რომ არ ექნება ინტერვიუს მიცემის და დებატის გამოცდილება საერთოდ. დანარჩენ ყველაფერს სხვა გამოცდილებას რომ თავი დავანებოთ იმ ამ პოლიტიკურ ძალის ეს თაობა ნამდვილად ეს თაობა კი არა პირველი მოწვევის პარლამენტს იქ იყო პოლიტიკოსები სხვა გამოცდილებით და ასე შემდეგ და ეს არის კატასტროფა ეს არა მარტო არის სრული დეპროფესიონალიზაცია ამ პროფესიაში რასაც პოლიტიკოსობა ქვია რამედ ნუ სახელმწიფო მმართველობის სრული დეგრადაცია არის მოდი ისევ იმ ინციდენტს დავუბრუნდები პროფკავშირების ინციდენტს და იქედან რომ დავიწყოთ ათვლა და დღევანდელ დღემდე მე ვფიქრობ რომ ჩვენი პროფესია მიუხედავად იმისა რომ ახლაც დღევანდელობაზეც ვილაპარაკებთ უკვე არის იმდენად გამოცდილი რომ თითქმის შეუძლებელი მგონია ისევ მორევა იმ ფორმით რა ფორმითაც უყვართ ხოლმე ხელისუფლებებს მედიის ასე ვთქვათ მე დიდ ფონს გასვლა. თქვენ რა სიტყვით, აი დღე ამდენი წლის მერე ეს პროფესია რაღაცნაირად უკვე არის, ხო? თითქოს ვირუსივით არის ეგ ამბავი, ხო იცი? აი ადაპტირებას იწყებს ვირუსი იწყებს მერე ადაპტირება. ორგანიზმიც ხო გამოიმუშავებს რაღაცა წინააღმდეგობის ძალას, ანტივირუსებს, ხო? ამის მაგალითია ის რაც ჩვენ ახლა ვახსენეთ, ანუ იბერვიზის პერიოდი, როცა ავტომატები და ასე შემდეგ და მართლა სხვა არაერთ მაგალითს მოყვანა შემიძლია მათ შორის, ნუ, კვლელობისაც და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ შემდეგ უკვე შენ იმედის პერიოდის ეს ისტორია მოიყვანე, როდესაც სრულიად არაადეკვატური მოქმედება მასშტაბი ხელისუფლების ფიზიკური ძალით შემოვარდნით და ასე შემდეგ, ხო? და როცა ვამბობ, რომ ამ ვირუსთან ადაპტირებას იწყებს და მე ეს ვირუსი თვითონ მუტაციას განიცდის და სრულიად ახლებური ფორმით უტევს ორგანიზმს რა. ის არის რაც ახლა ხდება, მაგრამ სიამდვილეში საქართველოს სიამდვილეში ახალი კი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ მომხდარა კლასიკური დამოუკიდებელი სივრცის მოხრჩობის ფინანსური და კომპლექსური სხვა ტიპის მექანიზმები მუშაობს აქტიურად. უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში ამას იმდენად უკვე კომპლექსური სპეცოპერაციის სახე აქვს რომ ნუ შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ კი რაიმე მეთოდი არსებობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ მიმართულებით რომელმაც რაღაც წარმატება მოუტანა მომავალ ავტორიტარ მმართველებს ეს ყველაფრის კომპლექსი გვაქვს ზუსტად იმ გამოცდილების გათვალისწინებით რაც მოყვა მაშინ იმედის ინფორმით დახურვას და დარბევას იმაზე რეაქცია იციან ამიტომ ისე აღარ იქცევიან და თავიდანვე ასე დაგეგმეს რომ ასე მომხდარიყო ხო, არა სანახაობრივი და რაღაცა ძალიან აფექტური, არამედ დროში გაწელილი და უფრო ისე გათვლილი, რომ ბოლოს უბრალოდ შეიძლება არა, ნუ ანუ პირდაპირ გაგებით სპეცნაზელი ავტომატით კი არ შემოვა და გამომიყვანს მე, არამედ სპეცნაზელი ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმული სუსის შესაბამისი ოპერატიული სამსახურის ორგანიზებით, პატრულის საპატრულო ეკიპაჟების კვადრატის მანქანის დასაყენებელი ადგილის გასუფთავებით, ასე ვთქვათ, თავს დაესხმევა, დაუშვათ მიშა მშულდაძეს, რომელიც ყველა დეტალიც გამოვიძიე და გამოვიკვლიეთ, ხო? ცემს საჩვენებლად გახდის ამას ყველაფერს სხვა ჟურნალისტებისთვის არხის დამფუძნებელს ცემს, ხო? არა რიგიც უბრალოდ. ამის პარალელურად მარეგულირებელი კომისიისათვის, ანუ პარლამენტში აცვლებინებს კანონმდებლობას, შეუძლებელს გახდის უბრალოდ შენი მოსაზრების, შენი შეხედულების, შენი ბრაზის გამოხატვის შესაძლებლობას კანონის დონეზე აგიგრძალავს. ფინანსურად გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მოსვლის ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან, როდესაც ალტერნატიული მცვლელების, ეხლა რიგით მაყურებლისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, მაგრამ ტელევიზიის შემოსავლის წყარო არის რეკლამა, სასპონსორო შემოსავალი, ეს რაღაც ციფრებს უნდა ეყრდნობოდეს და ამ ციფრებს ალაგებს კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც ტელევიზიების ყურებადობის რეიტინგს და ხარისხს განსაზღვრავს, ეგეც კი თავისი გააკეთეს იმისთვის, რომ თავიანთი ციფრები წერონ და შემდეგ უკვე ბაზარზე მანიპულირება მოახდინონ. ამის პარალელურად სუსში სხვადასხვა სამსახურებში დაიბარონ კონკრეტული ბიზნესმენები და ასე შემდეგ, რომელთაც ჩუმად ეტყვიან, რომ შეეშვი რა რადგინდა ეხა თავის ტკივილი, ტენდერი კი არა და სხვა რამესაც და ასე შემდეგ. გაგაკეთებინებ და შენ კრიტიკულ რამდენი რამე ჩამოთვალე, ხო? აი ყველაფერი ჩამოთვალე, რომელიც საბოლოო ჯამში თითქმის შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი ტელემედიის
ფუნქციონირებას. ახლა უკვე ეს ონლაინ მედიებზეც და უფრო ნაკლებ ბიუჯეტურ მედიებზეც დავიდა ეს პრობლემები, ხო? გრანტების, საერთაშორისო დახმარებების, ფონდების შეწყვეტის კუთხით და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც ჯერ მუშაობთ და რაღაცნაირად მაინც ხო არ არის იმისი ბრალი, რომ მაგალითად შესაძლოა პროფესიას ძალიან ცუდად და ისე უტევს ახლა რეჟიმი და კიდევ ბევრი რამ შენ არ ჩამოთვალე, მაგრამ საკმარისი თქვი მაყურებლისთვის რომ ისახვედრი იყოს, რომ თავად ჟურნალისტებს ერთს დავამატებ რა. რატომაც გავიწყდება, რაც ჩემი აზრით კიდევ ყველაზე უფრო მეტად მძიმეა. ეს არის შანტაჟი. პერსონალური, განსაკუთრებით ჩვენი კოლეგა ქალი ჟურნალისტების მიმართ, რომელიც რატომღაც დავიწყებას მიეცა. მათ შორის იმის გამო მიეცა, რომ იმ ადამიანებისთვისაც შესახსენებლად, ძალიან არასასიამოვნო ისტორიებია, ხო? რითიც იწყებოდა ეს ყველაფერი, რომ გავიხსენოთ, ხო? ჩვენი კოლეგა ჟურნალისტების წამყვანების მიმართ პერსონალური ხასიათის ისეთი ფორმის და შინაარსის შანტაჟით, რომელიც წარმოუდგენელი იყო, მათ შორის ძალიან მძიმე მედიასთან დაპირისპირების ქართული გამოცდილებით. ეს ხომ არ არის იმისი დამსახურება, რომ შესაძლოა პროფესიამ ვერა, მაგრამ ჟურნალისტებმა აი იმ ვირუსზე კარგი იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ თავად. როგორც ხედავთ, ყველამ ვერა. ყველამ, ხო. და ეს ის სიტუაცია, როდესაც მე და შენ და რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩით ამ პროფესიას მორალური პედესტალიდან ან პროფესიული სინდისის პედესტალიდან ვერ დაველაპარაკებით ვერც ერთ ჩვენს კოლეგას, რომელიც ამ პროფესიაში აღარ არის. ჩვენ რა ძალისხმევის შედეგად გვიჩნდება ეს და რა მსხვერპლის გაღების ფასად, ეს ცალკე თემაა. მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენს ახლობლებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ განსხვავებით თუნდაც აი იმ ძველი პერიოდებისაგან, ხო, სხვადასხვა ფაზა გავიხსენე, ძველი იბერვიზი დაწყებული და შემდეგ თუნდაც იმედის. აქ მოქმედებაში შემოვიდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მაშინ არ იყო, ეს არის სოციალური ქსელები და მათი ორგანიზებული манипуლირების შედეგად ისეთი ტიპის ფსიქოლოგიური სპეცოპერაციები, რომლის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავებასაც ჭირდება სერიოზული ფსიქოლოგიური უნარები თავად ჟურნალისტების და ამავე დროს მათი ოჯახის წევრების. რისგანაც მაშინ დაცული იყო ჩვენი ოჯახის წევრები რა. კი, ნამდვილად. ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, დათო იცი, იმიტომ რომ აი პოლიტიკოსის არ იყოს, რატო გახდა ეს ჩვენი პროფესიები ყველაზე მძიმე ამ შემთხვევაში, რომ შენ შესაძლოა შენი მოწოდების, შენი მისიის გაცნობიერების კვალობაზე მზად იყო ბევრი რამისთვის. იმდენად დიდი მისია ემსახურები შენი აზრით შინაგანად. მაგრამ ძალიან რთულია, როდესაც მარტო შენ არ ხდები დარტყმის ობიექტი. ის ადამიანები, რომლებიც საერთოდ ამ პროფესიასთან კავშირში არ არიან, მაგრამ შენს სუსტ წერტილებს არ მოადგენენ, ხო? ვიზეც ყველაზე მეტად დარდობ, ვიზეც ყველაზე მეტად გული შეგტკივა და ეს არის დღევანდელი თანამედროვე, ასე ვთქვათ, აი ამ პრობლემების ჩემი ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე კუთხე ნაწილი, იმიტომ რომ შეზღუდული ხარ რესურსებში, რომ ისინი გარანტირებულად დაიცვა ამის. ხო, შეუძლებელია, გამორიცხულია რომ დაიცვა. სინამდვილეში შეიძლება ასეც ვიკითხო და დამეთანხმები თუ არა ძალიან მაინტერესებს. ახლა რეჟიმი მეტწილად სწორედაც რომ დგას აი ამ ძლავრ მედიებზე, იმიტომ რომ მათ რომ ერთხელ მაინც ეთქვათ რომ მე არ ვიტყვი deep state-ს ან არ ვიტყვი რადიკალს ან რა ნებისმიერი რამ. ერთი წინააღმდეგობა მაინც რო შეხვედროდათ, ერთი გაფიცული newsroom-ი ვთქვათ. სულ ფიქრობ ხოლმე ჩემთვის. ალბათ ამდენს ვეღარ გაბედავდნენ, ხო? იქაც ზუსტად იგივე ფილტრი იმ ფილტრში გატარდა ეს ყველაფერი, როგორც აი ქართული ოცნების პოლიტიკურ სისტემაში, ხო? რამდენჯერმე ხა არასორი შედარება იქნება, მაგრამ აი ღვინოს რო გადაიღებ რამდენჯერმე და გამოიყვან საბოლოო რაღაცა კონდიციას. უღმა უღუნდა ამ შემთხვევაში, ანუ რაც ყველაზე უფრო არასასურველი კონდიცია იყო, ის დარჩა. ანუ იმდენი წითელი ხაზი, იმდენი წითელი ხაზი გადაილახა უკვე რა, გესმის რომ აღარ არსებობს უკვე, ну აი როცა შენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი რად
ანუ ამ ტრის ხატის შექმნაში შენ მეგიწყნის სამყვანი როლი, ხო? ასე ვთქვათ. როდესაც ქვეყნის შიგნით ისეთი ადამიანების მტრის ხატად გამოყვანას ახდენ, რომ არის რაღაცეები, ხო? აი რანაირად შეიძლება გაამართლო ადამიანმა ყველა პოლიტიკური ლიდერის ციხეში ყოფნა. და ამის პარალელურად ამბობდნენ, რომ ეს არის დემოკრატიული ქვეყანა. ახალგაზრდებს აკავებდნენ და შენ ისეთ ტექსტებს ამბობდნენ მათზე წარმოუდგენელს და ამაზე სახში რომ მიდიოდე არ ნერვიულობდე, რომ არა, პირდაპირ რუსულ კანონებს გიკოპირებდნენ და სივრცეს გარემოს გიქმნიდნენ, გიყალიბებდნენ, სადაც უბრალოდ შენი პროფესიის ადამიანი კი არ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანის ცხოვრება და გამოხატვა ხდება შეუძლებელი, ანუ ჟანგბას გიკეტავენ, არა და ამას ეგუებოდე და უბრალოდ კი არ ეგუებოდე. ამის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო. ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა დაგემართოს ცხოვრებაში, სიმართლე გითხრა მე ვერ ხვდები რა. ხო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, მეც სულ ამ ფიქრებში ვარ, იმიტომ რომ მე არაფრის კეთება არ ვიცი, მხოლოდ ამ პროფესიას ვემსახურები, მთელი ჩემი ცხოვრება ასე იქნება და ჩემი ფიქრებით სულ აქ არის ხოლმე რა და ზუსტად ვიცი რომ ხვალინდელი დღე როცა დადგება და გარდაულად დადგება რაღაც გადაწყდება ეს ჟურნალისტებზე ვლაპარაკობ ხო ჟურნალისტებს რატო ვიცი რომ მე ვიცნობ რამდენიმე იმ ადამიანს რომელიც აი ამ სისტემის ფორმირებასა და მართვაშიც მონაწილეობენ ბდნენ და მონაწილეობენ კი თავად ჟურნალისტები არა ისინი არათუ ჟურნალისტები არც ყოფილან და არც არიან არამედ მათ ზძულდათ მაშინაც კი მედია და ნებისმიერ დემოკრატიული გამოვლინება. აი მედია და პროფესია ჟურნალისტიკა ზძულდათ. იმათგან ეგ ამბები არ მიგვირს, იმათთან სხვა პრეტენზიები მაქვს აბსოლუტურად, ხო? განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ამ სახელმწიფოზეც, ზოგადად სისტემებზეც და ასე შემდეგ. მე ჟურნალისტების მიგვირს რა. იმიტომ რომ ანუ ჟურნალისტი თუ ხარ ადამიანი შეუძლებელია რომ ეგუებოდე და მით უმეტეს ინსტრუმენტად აყენებინებდე თავს ჟურნალისტიკის მკვლელობაში. ანუ თვითმკვლელობის მონაწილე, პროფესიული თვითმკვლელობის მონაწილე შენ რანაირად შეიძლება იყო თან მანამდე სხვების მკვლელობის. ეგ არის მიუღებელი და გაუგებარი თორე ვინც ამას გეგმავს მართავს და ასე შემდეგ ნაწილს ვიცნობ იმ ადამიანებს იმათგან არ მიგვირს. ხო, ნუ ისინი უბრალოდ მაშინ შეიძლება სერიოზულად არ ვაქცევდნენ ამას ყურადღებას მე, მაგრამ ამას ამბობდნენ, ამაზე საუბრობდნენ, გამოხატავდნენ და ასე შემდეგ, იმათგან არ მიგვირს. ხვალინდელი დღე ამ ჩვენი პროფესიისა, როგორი შეიძლება რო იყოს ეს პროფესია ახლა ხო ძალიან ესეთია რა დაქუცმაცებული, დაგლეჯილი, სხვადასხვაგვარი, მაგრამ მაინც ძლიერია. თუმცა აი შენ კარგად თქვი, რაღაც შენი პროფესიის ყდომაში შენ თავად მონაწილეობდე და ამ პროცესიას შენ უწყობდე ხელს, ძალიან გაუგებარია. მაგრამ აი ხვალინდელი დღე, დღევანდელი ჩვენი ჟურნალისტიკისა როგორი შეიძლება იყოს, როგორც წარმოიდგენ ხოლმე შენ. იცი რა დათო, თვითონ მესმის შენ ამ შემთხვევაში ადგილობრივი კონტექსტ გულისხმობ პრომეტად, მაგრამ ცოტა ბოლო სართულზე ვარ და ცოტა ავფრინდები ადგილობრივი კონტექსტიდან და ვიტყვი რომ არანაკლები გამოწვევები აქვს ამ ახალი ციფრული ეპოქის გადამკიდე. განსხვავებით ძველი იმედის პერიოდის ჯერ კიდევ, ანუ ინდუსტრიული ეპოქის კუდი იყო ის პერიოდი, ხო, როდესაც მეინსტრიმ, ანუ დიდი ტელევიზიები ქმნიდნენ დღის წესრიგს. არა მარტო მედია დღის წესრიგს. როდესაც პირდაპირი გაგებით ჩვეულებრივ მაყურებელს, მოქალაქეს შენ უდგენდი დღის წესრიგს, მე მახსოვს პერიოდი, როდესაც დროება მაშინაც კვირაობით გადიოდა და აი კონკრეტულად მაქვს ნანახი და ვიცი ქორწილიდან რო ადამიანები ადრე მოდიოდნენ, იმიტომ რომ დროებისთვის ეყურებინათ, იმიტომ რომ მაშინ არც გადახვევა იყო და ასე ჩაწერა და ან მობილურში უყურე და რაღაცები არ იყო, ხო? ეხლა დღეს ხო ეგეთი რაღაცა ვერ მოხდება და არ ხდება, არა? რატომ? ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არა მარტო ტელევიზიამ დაკარგა დომინაცია დღის წესრიგზე, არამედ ეს მეინსტრიმ მედიები იცვლიან ფუნქციას. რა თქმა უნდა, მედია გახდა უფრო დემოკრატიული, მაგრამ შესაძლებლობა გახდა განწყობების მანიპულირების ორგანიზებული სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ და გაჩნდა საფრთხეები. ეს საფრთხე განსაკუთრებით მოდის ავტორიტარული ტენდენციების მქონე მმართველებისაგან. აი ჩინეთს და რუსეთს რო თავინავანებო, ჩვენ სინამდვილეშიც ვხედავთ რაც ხდება, ხო? იმდენად რამდენადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უბრალოდ მობილური აქვს ჟიბეში, შეუძლია
მეინსტრიმ მედიას კონკურენცია გაუწიოს, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა და კონკურენცია ამ ნაწილში ჩანაცვლა ახლა უკვე ინფორმაციის სიჭარბის, სწორად გაფილტრის და ნამდვილი ინფორმაციის გამოკრისტალების კუთხით. ამას უბრალოდ ადამიანი ვერ გააკეთებს. ხო. რაც არ უნდა ვასწავლოთ სკოლებში, უმაღლეს რაც ჩვენთან საერთოდ არ ისწავლება, მაგრამ აი როგორც ახლა დასავლეთში და ასე შემდეგ, რომ კრიტიკული აზროვნება, ასე ფეიკების ფაქტის გადამოწმება, რაღაცები, ნუ ამდენი დრო უბრალოდ ჩვეულებრივ ადამიანს არ აქვს, ხო? ამიტომ ერთის მხრივ ძალიან დიდი შიშის თვალებით უყურებ მე რა ეპოქაში შევედით, როცა აი ყველა გახდა ტელევიზია, მედია, ასე შემდეგ რაღაცები და მეორეს მხრივ ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პროფესიონალურ ჟურნალისტიკაზე და ნამდვილ ჟურნალისტიკაზე მოთხოვნა გაიზრდება. სანდოობა მედიის და მედია საშუალების გახდება თავარი უპირატესობა დიდი მედიებისაც. კი ბატონო. ამიტომ მე არათუ ამ პროფესიის, ასე ვთქვათ, დაღმართს ვერ ვხედავ პირიქით. ამ ციფრულ საუკუნეში ხელოვნური ინტელექტის უამრავი ფეიკი, დამაჯერებლად გაფეიკებული ზღვა ყალბი ინფორმაციაში მცურავთ. ჩვენ ყველას დაგვჭირდება აი ვიღაცა სანიშნე, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ნდობით აღჭურვილი მედია იქნება ეს თუ ჟურნალისტი თუ რაღაცა ჯგუფი ჟურნალისტების, რომელთა მიმართაც ჩამოგვიყალიბდება ნდობა მათივე დროში გამოცდილი სხვადასხვა ეტაპზე და შემდეგ ამათი მეშვეობით შევძლებთ აი ამ დიდ ოკეანეში სწორად მოძრაობას და ორიენტირებას. ამიტომ კარგი ჟურნალისტის დანიშნულებაც, ფუნქციაც, მისიაც, ღირებულებაც აუცილებლად გაიზრდება. ხო, და არჩევანი გასაკეთებელი და ხა შენ რაც ქვია ეს ეხლაც იგრძნობა ნდობასა და გულებსა და ასე ვთქვათ გაშიარებას შორის. შენ უნდა გააკეთო არჩევანი ნდობა უფრო მნიშვნელოვანია თუ შეარები და გულები და დაუშვათ ბანგლადეშელი ეგ უკვე პროფესიონალიზმთანაც მივალთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარკვეულ ბალანსს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შენ ეს ყველაფერი აკეთო ისე, რომ რაც შეიძლება ფართო აუდიტორიაზე გქონდეს წვდომა, მაგრამ აი გახსოვს 90-იანი წლების ბოლოს შემოვიდა ესეთი ტერმინი ტელევიზიაში news entertainment, ხო? სადაც უფრო შოუს ელემენტები დიდი დოზით განსაკუთრებით ამერიკულმა ტელევიზიამ შემოიტანა ეს, ხო? შემდეგ გავიდა დრო და entertainment-მა დაჯაბნა საერთოდ news-ის კონტენტი და ასე შემდეგ. ხო, თვითონ news entertainment-ი გახდა და ნუ აი მე მგონია რომ პროფესიონალიზმი იქნება იმაში, როდესაც შენ თანამედროვე დინამიკას ცხოვრების შეძლებ რომ ფეხი აუწყო, კონტენტის შინაარსი, ფორმა, მასშტაბი, დრო და ყველაფერი და ასე შემდეგ გათვალისწინებით, თან ისე რომ სანდოობა არ დაკარგო. ურთულესი ამოცანა, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევად. მიღწევადია. ჩვენ ხო რაღაც ახალს არ ვიგონებთ დასავლური მედიაში რაც ხდება და საზოგადოებებში, როგორც ეს ჩვენთან ეს გარკვეული დაგვიანებით. ადრე იყო რომ აი ეს ციკლები სხვა შორის ძალიან კარგად ჰქონდა ახსნილი თავის ლექციების ციკლში ჩარკვიანს, ხო? და როდესაც ხსნიდა აი დასავლეთის ტრენდები, შემდეგ 30-40 წლის დაგვიანებით როგორ შემოდიოდა საბჭოთა კავშირში და ასე შემდეგ და სხვა რეგიონებში და ჩვენთან ეს ყველაფერი გაცილებით უფრო დაჩქარებულად ხდება, მაგრამ მაინც რაღაცა დრო ჭირდება ამას და თუ დავაკვირდებით იმ ტენდენციებს, იმ ტრენდებს, რომელიც არის დასავლურ მედიებში, მიხვდებით რომ ჩვენთანაც მოვა იქ დრო და დადგება უბრალოდ მე და შენ ახლა და აი ამ ბიჭებს ჩვენს ოპერატორებს ამ ეტაპზე გვაქვს ეგზისტენციალური პრობლემა რომ უბრალოდ ეს პროფესია უნდა გადავარჩინოთ, მაგრამ შეუძლებელია რომ არ გადარჩეს ზუსტად იმ მიზეზის გამო რაზეც დავიწყე საუბარი, იმიტომ რომ ციფრულ საუკუნეში ვართ. გამორიცხულია მთელი ინტერნეტიც რომ დაკეტოს ახლა უბრალოდ გამორთოს ჩაჭრას, რა ვიცი, რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა იქნება თუ ვიღაცა X-მა Y-ი ყველა ვარიანტში პირდაპირ სატელიტურ ინტერნეტ არხის მოწოდებას უზრუნველყოფს. ეს ძალიან მალე მოხდება, მათ შორის საქართველოშიც. დამთავრებული ამბავია, გამორიცხული ამბავია კანონით, უსამართლო კანონის გაკანონებით, შენ ვერ შეანელებ, ვერ შეაფერხებ და ვერ გააჩერებ ინფორმაციის გავრცელებას. ნუ დროებით შესაძლოა რაღაცეები ქნან, მაგრამ ფონს გამორიცხულია, რომ უსამართლობითა და უკანონობით გახვიდე. კანონზომიერება. ის საშიშროება უფრო მეტია რა, მაგზითაც არ მიდის, ხო ვატყობ, რომ აქამდე ხო შეეძლო რომ დავეხურეთ უხეშად.
ყველაფერი კი გააკეთეს, რომ მაქსიმალურად დავპატარავებულიყავით, ხო? აი ესეც ეგეთი საინტერესო მეთოდია, სწორი ტექნოლოგიური გათვლა რა, რომ შენ გინარჩუნებს, რომ მაინც ხარ რაღაც ეთერში ვართ, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ იმდენად დასუსტებულები, რომ ძალიან გვიძნელდება სატელევიზიო კონკურენციის კანონების ფარგლებში კონკურირება. რატო კონკურენცია? რატომ? იმიტომ რომ მაყურებელმა შეიძლება ეს ასე ვერ აღიქვას, მაგრამ გასაგებია, ხო, ეგრეთ წოდებული სენდვიჩის პრინციპი, ბადე ისეა დაგეგმილი, უზრუნველყოფ ამათ ფინანსურად, თავი რო დავუნებოთ პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკური კორუფციის ნიშნებია, რომ ხელოვნურად კეტავ ინფორმაციას და მაგალითად კოვიდის დროს ჯანდაცვის მინისტრს ალაპარაკებ მარტო შენ სტუდიაში, ეს უკვე პოლიტიკური კორუფციაა რა. ხო? ინფორმაცია თავარი და პირველადი პროდუქტია, რომელსაც სატელევიზიო საინფორმაციო მაუწყებლობა გასცემს და ყიდის, ასე ვთქვათ. არა, ეს ძალიან ჩაგიკეტა, არა, მაგრამ გასართობ კონტენტშიც იგივე გაგიკეტა, რა მხრივ, რომ იქ მიდის შავი ფული, იქ მიდის პოლიტიკურად იძულებული სატელევიზიო რეკლამა, სახელმწიფო საბიუჯეტო იქნება თუ ბიზნესისგან და ასე შემდეგ, ყიდულობს $4,000 ღირებულ ერთ სერიას. ყველაზე ეს თქვათ ყურებადი თანამედროვე სერიალის ყიდულობს $1 მილიონ მაგალითად რომელიღაცა დიდ მეგა შოუს, რომელსაც ყველა ვარიანტში მაყურებელი ეყოლება, ყავს აუდიტორია მაყურებელი ჩვენი ოჯახის წევრების, რომელსაც მარტო პოლიტიკის მოსმენა არ შეუძლიათ, ხო, რაღაც გართობა ჭირდებათ, რაღაცის ნახვა ჭირდებათ. შენ გიკეტავს ყველაფერს, შენს ყველაზე პოპულარულ სერიალსაც ვერ იღებ, ის კი არა და დილის გამოშვებასაც კი ვერ აკეთებ იმისთვის, რომ რაღაცა გასართობი კონტენტი შემოიტანო და ასე შემდეგ და ხელოვნურად ხდის არაკონკურენტ უნარიანს. აი ეს არის ეხა რაც ხდება აქ ყველაფერთან ერთად რა, მაგრამ ნუ იმდენად დიდია მოთხოვნილება ალტერნატიული ინფორმაციის მიღების, რომ ჩვენ აი ამ აუცილებლობის ხარჯზე ვახდენთ ამის კომპენსირებას. და ნუ ეხა რა იქნება, როგორ იქნება სატელევიზიო ინდუსტრიაში ამ ხრივ, ყველაფერი იქნება მე თავიდან დასაწყები. აუცილებლად. ნანგრევებიდან ახსადგენი. ზოგადად ტელევიზიების მიმართ ნდობაც თავიდან მოსაპოვებელი. მათ შორის ჩვენი ან კრიტიკულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების, ტელეწამყვანების სამუშაო სტანდარტებიც ხელახლა ჩამოსაყალიბებელი კი არა, მაგრამ ამასთან ხელახლა ადაპტირება დაგვჭირდება. კრიტიკულ მედიას რა წუნს მოუძებნიდი, მე მაქვს რამდენიმე ჩემი შეფასება, მაგრამ რადგან მე არ ვარ სტუმარი და სტუმარი შენ ხარ, შენი აზრი მაინტერესებს. აი, გეტყვი, აი მაგალითად რას გულისხმობ, მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან დიდი დოზით არის ახლა ჩვენს პროფესიაში შემოჭრილი რაღაცნაირი ესეთი აქტივიზმი, რომელიც რაღაცით მართლდება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ვერ ვამართლებ ხოლმე. ანუ ჟურნალისტი, რომელიც არის ძალიან აჟიტირებული, ხმაურიანი, ემოციური, გაბრაზებული, რეპორტაჟიც იგრძნობა მისი ბრაზი ვიღაცაზე რო გაბრაზდა და რაღაც ეგეთები. ესეც საუბრობ, მესმის ძალიან კარგად ჩვენს წრეებში ეს ხშირად განიხილება, მაგრამ ეპოქის ანარეკლია რა. აი შედარებით დამშვიდებულ ყოფაში რო გადავართ, აი ხა დემოკრატია და კონკურენცია მდორე გარემოს არასოდეს არ გულისხმობს, მით უმეტეს ისეთი ტემპერამენტის ქვეყნებსა და საზოგადოებებში, როგორც საქართველო ვართ. შენ როდესმე გახსოვს მაგალითად, თუნდაც აი წინა წლების განმავლობაში, რომ ქართული ტელევიზიები წყნარი და მშვიდი ვერ იქნება, არ იქნება. ხო, მაგრამ დღეს უბრალოდ სიტუაცია ესეთი, როდესაც ჩვენ ყველა ერთ სანგარში ვართ რა. და ამ სანგარში ყოფნისას გამოხატვის ფორმები ყველას მაინც განსხვავებული აქვს. ეხა მე და შენ შეიძლება უფრო მოვახერხოთ არსებული რეალობისგან ოდნავ დისტანცირება ემოციურად, სხვა ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ რო ხარ, ამ მასშტაბის პროპაგანდისტულ ნიაღვარს, რომ უბრალოდ კი არ ისმენს, შენსკენაც რო არის მომართული, ძალიან ძნელია ამას ესეთი 7 ტონით გაყვე რა. ხანდახან შეიძლება ვინმეს ეგონოს, ჩემო ქაშიკ რომ შენ და ჩემი ტონი უფრო არაადეკვატურია სიტუაციის, ვიდრე პირიქით. ხო, ამიტომაც არ ვარ კრიტიკით ამ ეტაპზე დაკავებული, იმიტომ რომ არა მე და შენ ასე თქვა სალექტორო გამოცდილებაც გვაქვს და აუდიტორიებში უფრო გვიწევს ამაზე საუბარი, რატომ? იცი რომ აი ვერიდები, ასე ვთქვათ, მედიის კრიტიკას მედიაში, კრიტიკულის, მაგრამ ამაზე ძალიან აქტიურად საუბრობ სტუდენტები, ისე როგორც შენს. რატომ? იმიტომ რომ
ვერ წარმომიდგენია, რომ აი ამ სიგიჟეში დიდხანს დარჩეს ეს საზოგადოება და ჩვენი მომავალი ახლა რომ სტუდენტურ მერხებთან ვყავთ ჩვენ სტუდენტები, რომ ისინიც ამ მდგომარეობაში იყვნენ, ხო? აი ეს სრულად წარმოუდგენელი პერსპექტივა, ამიტომ იმათთან ამ თემებზე უფრო თამამად და აქტიურად ვლაპარაკობ. აი მე მახსოვს პირველ კურსზე ვიქნებოდი, არც ლექტორი მახსოვს ვინ იყო, არც საგანს რა ერქვა და მოვიდა და ძალიან პოპულარული ლექტორი იყო, იმიტომ რომ ბევრნი ვესწრებოდით მახსოვს რა და აიო რაღაც ცოტა შეცვლილად თქვა, ეგეთი გამოთქმა არის და გეცოდინება შენც, რომ თუ მიხვალ და კარი დაკეტილია, მიდი და ფანჯარა ნახე და თუ ფანჯარაც დაკეტილია საბუხრიდან ჩაძვერი და მე იქვე ვფიქრობ, რომ მე არ ამირჩევია პროფესია, სადაც კარი თუ დაკეტილია, უნდა გადავძვრე და მე უნდა აუძვრე სახურავზე და საბუხრეში უნდა ჩავძვრე და შევიდე და ეს რაც მასწავლის მეთქი ძალიან გავბრაზდი და იმ დღიდან მახსოვს, რომ ჟურნალისტიკა ეგ არ არის, რომ საბუხრიდან საბუხრიდანაც ჩავძრები თუ ეს ჩასაზრომია, მაგრამ ყველა ჯერზე საბუხრიდან არ შეიძლება წამოიღო ინფორმაცია. ყველა ინფორმაცია არ არის იმის საპირწონე, რომ ეგრეა ზუსტად საბუხრეში ბუხარში ჩაძვე, ხო? სადაც საჭირო არ არის, იქ ბუხარში არ უნდა ძრომია, რომ გამურული არ იყოს. ეგ არის ამბავი. ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი მაინც ზომიერებაა, რო გითხრა სიმართლე, ხო? მათ შორის ჟურნალისტიკაში, მაგრამ გაძლევს რომ ეს თავრობა ამ საშუალებას რომ ზომიერი რანაირად უნდა ვიყო ხა ზომიერი ამათ მიმართ ხო რომ ასეთი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ჩვენი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო ნუ არ ყოფილა რა არ ყოფილა რატო იმიტომ რომ მაშინ თუ ტყვია იყო დამიზნებული ასე ვთქვათ ქართული არმიის ან ქართული ეხა ეს არის და ქართული იდეის მიმართ არის დამიზნებული რა და ამას ჩვენ ვერ ვაცნობიერებ და გონია რომ რაღაცა შეუნდა რაღაც ხორციელად ესეთებიც ხდება მაგრამ ისეთ რაღაცის მიმართ აქვს რომ ჩვენ ძალიან დიდ საფრთხეს აი როგორ ავთქვათ ნაწილაკებად არის ეს ქართული იდეა ჩვენს გონებაში და ჩვენს სულში და ფიზიკურად შეიძლება ვერ ხედავდე მაგრამ გრძნობდე რა აი როგორ გითხრა რადიაციას ხო ვერ გრძნობ მაგრამ შეგრძნება რაღაცეთებზე გიჩნდება რომ რაღაცა ძალიან ცუდი ხდება, ხო? აი რაც ხდება ეს წლები საქართველოში არის აი ეს რუსული რადიაცია, რომლითაც დასხივება მიდის მთელი ჩვენი ქვეყნის, ხო? მეც გრძნობ ამას და ხედავ რომ ყველა ანუ ისეთ ადამიანებზე შეიძლება ამა გამოუსწორებელი გავლენა მოახდინოს, რასაც ქვია ჩემი საქართველო. ოღონდ მარტო ჩემი საქართველო კი არა, მომავლის საქართველოც. ამიტომ ამას ყველაფერს ესე შვიდად და ნამდვილად ხო, ვერც მივიღებ და ამიტომ აი ეს აქტივიზმის და მოვა დრო, როდესაც ეს უკვე ძალიან არაადეკვატური გახდება. არა, ფინალისკენ მივდივართ, მაგრამ მინდა რომ მოვიდეთ ერთ-ერთ მთავარ თემამდე, გიორგი თარგამაძისთვის ფორმულა, შენ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხარ ამ ჩვენს ძვირფას ფორმულაში და სხვა შორის გავამხელ აქ რომ მოვდიოდით რუსთავი 2-დან გამოყრილები ვართ ჩვენ და გვეუბნებოდნენ ვინ მოდის და გავიგეთ რომ გიორგი თარგამაძეც იქნება ფორმულას გუნდში და თაზოს გაგვიხარდა გიორგი თარგამაძე იქნება ეს მეუბნება და მოვთხოვე გიორგი თარგამაძე იქნება ანუ ისევ მინდა რომ გამოვხატო ეს პატივისცემა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ხო რომ ვიკრიბებოდა ფორმულა ვინ იქნებოდა ვინ გამოჩნდებოდა ასე ვთქვათ ამ პლატფორმიდან და მე მომწონს ჩვენი არხის ბევრი რამ და ნუ გამოვყოფთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს რომ ფორმულა არის ადეკვატური ყველაფრის და ყველა მოვლენის მიმართ და ეს ამ მნიშვნელოვანია გიორგი თარგამაძის ფორმულაზე ვილაპარაკოთ არა იმაზე რომელიც ახლა დაამთავრე და მე სახურავზე ამოხვეთი ინტერვიუსთვის განაცემაზე ფაქტობრივად შევაღამეს ახლა ამ ჩვენს ინტერვიუს ერთ სიტყვას ჩემთვის მრავალფეროვნება, სიმართლე გითხრა და რაღაცა ტიპის სტანდარტები, რომელიც ახასიათებს უკვე ძალიან მყარად ჩემს მომდევნო თაობებს, როგორც პროფესიული, ასევე პირდაპირ გაგებითაც. აი მე მაგალითად დღევანდელ სიტუაციაში 20 და 30 წლის წინანდელი სიტუაციისგან განსხვავებით, ბევრ ისეთ რაღაცაზე მეფიქრება წინასწარ და ანგარიშს უწევ, რასაც მაშინ არ უწევდი. ეს ბუნებრივიც არის, მაგალითად, როდესაც მე ჩემს შვილებს ვუყვები, ჩემს ბავშვობაში, ცხოველებთან დამოკიდებულება, მაგალითად ქუჩის ძაღლებთან, კატებთან როგორი იყო, მე თვითონაც მიკვირს, რანაირად ითვლებოდა ნორმალურობად ისე მოქცევა.
გულწრფელად ვიტყვი, რომ არასოდეს მე პირადად არც ერთ ცხოველს უხეშად არ მოვპყრობი ვარ, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი ყოველდღიურობა და არა, ადამიანები გავხდით უფრო ადამიანურები. გაცილებით უკეთესები ვართ დღეს. თუმცა მედიას ეს ყველაფერი შეუძლია დააბრუნოს ეთიკურ ქვის ხანაში, ანუ ეთიკის არარსებობის ხანაში. ეს არის რაც ყველაზე მეტად მაღელვებს, ეს არის რაშიც ვხედავ ამ პროფესიის მომავალს და დანიშნულებას. ფორმულაში ამ თვალსაზრისით მე ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს და ვცდილობ ჩვენს კოლეგებსაც ჩემი ურთიერთობით მართვის გარკვეული სპეციფიკითაც ეს ვაგრძნობინო. თუმცა აბსოლუტურად განსხვავებული არის, აღარაფერს ვამბობ ახლა იბერუზიაში ყველაფერი ლამი შტატივიც მე ვიყავი მეთქე ვიძახი, იქ საუფროსო და საუმთროსი არავინ არ იყო, ეს იმ პერიოდის საწყისი სატელევიზიო პერიოდი იყო, მაგრამ აი იმედში მაგალითად მართვის მეთოდი ჩემიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო და აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულებები იყო. ეხლა უფრო ისეთი ჰორიზონტალური მართვის პრინციპი არის ამ თვალსაზრისით და ეს თუ რამეში იგრძნობა და სადმე იგრძნობა ფორმულაში. მე არ ვიცი, კი ვიცი ახლა როგორ არ ვიცი, მოვიტყვები რომ არ ვიცოდე სხვაგან რა როგორ ხდებოდა ასე შემდეგ, მაგრამ ამ ხრივ ფორმულა მართლა არის განსაკუთრებული და ეს განსაკუთრებულობა უნდა შენარჩუნდეს იმის პარალელურად, რომ მისი ფუნქციონირების ეფექტურობა არ დაქვეითდეს. აი ეს ორი ძალიან რთული ამოცანა, რომლის მართვასაც და შეთავსებასაც ჯერჯერობით ჩვენი გუნდი იქნება ეს ხელმძღვანელებით თუ რიგითი თანამშრომლების რაღაცნაირად ვახერხებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვიადვილდება, იმიტომ რომ სირთულეების დროს რო ახერხებ ამას, მერე უფრო შედარებით უფრო ადვილი იქნება. კი, იმიტომ რაღაც მომენტში ძალიან დიდი კრიზისი რო გქონდა და ახლაც უდიდეს კრიზისში ვართ, მაგრამ უფრო ცოტა ხნით ადრე უფრო მძიმე ფინანსური კრიზისიც გქონდა და ბევრი ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირად ვეღარ გაუძლებდით და მერე რომ გამოვძვერით ეს გარდატეხა რო მოხდა და ისევ ეთერში რო ვიყავით და ვართ, ეს მაძლევს კიდევ დამატებით იმის რწმენას, რომ ფორმულა სწორედ იმ რითიც დაფუძნდა და მახსოვს პირველი თათბირები ეგეთი შინაარსის იყო ხოლმე და შენს რომ მოხვედი, რომ აი რაღაც ეგეთი რომ ანუ ფორმულა ტელევიზია ვერ გახდები ერთ წელიწადში, შესაძლოა შენი სიტყვები იყო არ მახსოვს 2-ში, 3-ში, უნდა გავიდეს დრო 4-5 წლის უნდა იყო და მე შეიძლება თქვა რომ აი ახლა მე უკვე ვარ ტელევიზია. მეგონი ხო, იმიტომ რომ ესეთ ცნობილი ის არის, რომ 4 წელი ჭირდება ჩვევის გამომუშავებას მაყურებლის. ეს ჩვევაც ხო თავის არ მუშავდება, არა, შენ თვითონაც ყალიბდები, ღვინდები, შენ შესახებ რაღაც გარკვეული წარმოდგენა უჩნდება. აი როცა კვლევებს აკეთებენ, ხოლმე შინაარსობრივ იქ ეკითხებიან, რას გაგონებს შენ ფორმულა. მარტო ფორმულაზე კი არ ტელევიზიებზე. აბა გითხარი, ქალია თუ მამაკაცია? ეს არის რა ქვია, საშუალო ფენის წარმომადგენელი ახალგაზრდა ოჯახი არის თუ პენსიონერ საპენსიო ასაკის ოჯახია. ესეთი სიტყვებითაც ახასიათებენ და ასე შემდეგ და აი ფორმულა ამ თვალსაზრისით თავის ხასიათიც მეტნაკლებად უკვე ჩამოაყალიბა, გამოკვეთა და კარგია თუ მოახერხებს რომ შეინარჩუნოს ეს. შენ სწორი თქვი რომ მისი უპირატესობა არის ის რომ ადეკვატურობას და აქტუალურობას არ კარგავს. მაგრამ მეორეს მხრივ პირადად ჩემთვის რაც ღირებული და მნიშვნელოვანი არის, რომ რაღაცა ტიპის ხელოვნურად წარმოქმნილ ტრენდებს ადვილად არ გამოეკიდება ხოლმე და აქვს უნარი ეს სირთულეები მარკეტინგული გადალახოს და არ აცდეს იმ თავის ძირითად ხაზს. ყველა გადაცემას, ხო ძალიან ბევრი გადაცემას, რასაც ვაკეთებ, ნუ ბევრია ჩემი აზრით, მაინც ბევრი შეუძლია ფორმულას ამ მცირე რესურსით. ყველა გადაცემის რედაქცია არის დამოუკიდებელი. არ აყავს ერთი თავი. ხო, ავტონომიურობის დიდი ხარისხი. ანუ თავი არსებობს, ცხადია რაღაც ძირი თემებთან შეთანხმებულია სტრუქტურა ეგეთია და ეგრეც უნდა იყოს, მაგრამ ყველა რედაქცია არის დამოუკიდებელი და ეს იგრძნობა, რომ ყველა გადაცემა არის ინდივიდუალური, ისეთი როგორებიც იმ გადაცემის წამყვანები და გუნდია. და არ არის ერთი იყო რაღაცა ეტაპი, რომელიც მაკიაჟი, ერთი ხმა, რაღაც ეგეთი რა. რაღაც ეტაპი იყო, რომელიც ეს ცოტა ეკლექტურობის დაბეჭდილებას ტოვებდა საწყის ეტაპს.
რაც სრულიად მოსალოდნელი ამბავი იყო, მაგრამ მერე მოხდა როგორ იცი რომ აი სხვადასხვა ქვები რო ჩააწყო, ხო? ეს ქვები თავიანთ ფორმას კი არ იცვლიან, უბრალოდ ერთმანეთთან თანამშრომლობის ფორმებს გამოძებნიან ხოლმე. ფორმებს დახულობენ რომ ეს თავისებურებები არ დაუკარგავთ იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ჩვენ მუშაობთ, არც მათ გადაცემებს. უბრალოდ ერთმანეთის ანგარიშის გაწევა ვისწავლეთ უფრო უკეთესად. და თლიანობაში მივხვდით რა არის ის დიდი ფორმა და შინაარსი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ და ამას ვფრთხილდებით. ეს არის მე მგონი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიღწევა, ვინც აქ მუშაობთ. კი, ნამდვილად და ხო რა, ეგ არის. თუ მეცოდინება რომ აი ეს ადამიანები, ვინც ახლა აქ მუშაობს, შენ კიდე რამდენიმე ადამიანი ფორმულაში არის და კომფორტულად არის და თulis რომ აქ პრობლემა არ არის, ესე იგი პრობლემა არ არის და მე ძალიან ბედნიერი ვიქნები ამით სულ, რომ რამოდენიმე ადამიანი მყავს ხოლმე გონებაში და მათ თუ პრეტენზია არ აქვს, ესე იგი არაფერი არ არის ისე რადიკალურად ცუდად, რომ რაღაც საფრთხე ექნებოდეს ძირითად ღერც ჩვენი პროფესიისა და კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის და ამ ინტერვიუსთვის საინტერესო ფორმატია წარმატებას გისურვებ ამ ნაწილში, ცხადია ხა ფორმულას ნაწილში, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო შესაძლებლობებია სხვათა შორის ჟურნალისტებისთვისაც ალკე და ალტერნატიული მედიებისთვისაც იმისთვის რომ თავისი ადგილიც იპოვონ, ნიშას დაიკავონ და მუდმივ კონკურენტულ შეგრძნებაში ამყოფონ, ასე ვთქვათ. უკვე ჩამოყალიბებული გარკვეული ტრადიციის მქონე და რესურსების მქონე დიდი მედიები. დიდი მედიები და ცოტა ყოველთვის ეჭვის თვალით უცქერენ ხოლმე ასეთ რაღაცეებს რა, მაგრამ სინამდვილეში ერთი მეორეს ხელს არ უშლის, პირიქით ფორმაში ამყოფებს, რაღაც დანაკლისსაც უსებს. და მე ძალიან მომწონს ეს. ხანდახან ხუმრობთ ხოლმე პოდკასტების და ასეთი ფორმატების მომრავლებაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით არის საწყისი ეტაპი. ეს სიმრავლე მე უკვე ხარისხობრივ და ასე პროფესიონალურ და ამავე დროს ასე ვთქვათ ნიშურ მიმართულებებში გადაიზრდება. ის ეტაპი კიდევ უფრო საინტერესო იქნება და კიდევ უფრო მეტი ღირებულების მომტანი ქართული აუდიტორიისთვის. ნამდვილად. მადლობა. მადლობა შენს და ჩვენს კოლეგებს. ასევე, მადლობა.